ესე იგი, ერთი თვეა ვენს ვეხვეწები, რომ მითხარი, როგორ გადავიხადოთ დაბადების დღეს თქვენ. ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, ქართველი, არაქართველი, მისი არავის. არაფერი არ მინდაო. არაფერი არ მინდაო და დღეს გამომიცხადა, რომ მინდაო, რომ ნათესავები დავპატიჟო, აი ოჯახური დაბადება. ხახნა, ნახევარნათესავებს არ ვიცნობ. სახლი მაქვს დასავლეთში. ნამცხვარი გააკეთეო და რაღაცებს ვიძახის რა. ნამცხვარს ვიყიდი, მაგრამ ნათესავები არა, ვინც ყავს კი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვინც ყავს იმათ კი არ ეპატიჟება, ვისაც ვიცნობ. ნუ ერთი ძმაა მარტო მაინც. დანარჩენი რაღაც ხალხი, ვინც არასდროს არ ვინახავს, მაქსიმუმ ერთხელ ქორწილში 100 წლის წინ. ვიღაცებმა მომწერეს არ შეგებერება ვენიო. ხალხნა, მე რო სუფრებს შვლი? არ ვიცნობ უბრალოდ ამ ხალხს, თორე ვერ დამასწრებს ვერავინ და ვისაც ვიცნობ ნათესავიდან ჩემნაირი გოგო არავის ოჯახში არ შესულა, ჯერ სხვათა შორის. ვაცხობ, ვაკეთებ ყველაფერს საერთოდ ვალავია. სიტუაცია მაგრა დაიძაბა, იმიტომ რომ რა თქვიო სტორის შევდა. მეთქი ესე და ესე თქვა რა შენზე ვიწოწონა. მაშინ მეგობრებს დაპატიჟოთ რა პრობლემა. ხალხნა ახლა არის რომელი საათია? 5 ხდება რა და ესე დაპატიჟა 7-ისთვის. აი რა უნდა გავაკეთო 7-ისთვის? მე თუ ვიცოდე ხო, უთხარიო, მეგობრებსაც უთხარიო, მეგობრებმა რა დააშავეს, პრინციპში მეც რო ვიფიქრე, ეგრე გადავწყვიტეო. ანუ განაწინააღმდეგე, რომ მე რომ მიყვარს ხალხი, ეგრე არავის არ უყვარს ხალხი, მაგრამ წინასწარ თქვი რა. დედასწრულ ვიღაც რო უთხრა არ დაიჯერებენ, სკოლელების, მშობლების დაპატიჟა. Let's go. I was zoned out. ბოლოს სტუმარი ხალხნა წავიდა ღამის 5 საათზე. ეს მეორე დღე არის საშინელება, იმიტომ რომ გვიან რო ვრჩები, ვერ ეთქვა რაღაცა საკებრალია, თუ არ ვიცი სიბრალია. გადამიცდა ძილი რა, ძალიან გვიან წავიდა ხალხი და შეგრძნება მაქვს რომ მოვკვდი. აი ახლა მოვდივარ აზრზე. აი, ზამთარ დავლია ბევრი წყალი.